გამოცდილება, როგორც აკადემიური, ასევე სამუშაო, რასაც თქვენ შეიძენთ წამყვან ევროპულ ქვეყნებში და ინსტიტუციებში. და ჩვენ სწორედ ჩვენი ევროპელობა, ჩვენი შრომით და ჩვენი მიღებული წოდნით უნდა დავამტკიცოთ. და სწორედ ეს არის ის სწორი და ლოგიკური გზა, რომელიც ჩვენ ყველა ერთად საერთო მიზნებამდე და ამოცანებამდე მიგვიყვანს. ჩემთვის ასევე მნიშვნელოვანი იყო, რომ ჩვენ ყოველწლიურად კიდევ უფრო მეტად გაგვეზარდა, როგორც დაფინანსება, ასევე ხელშეწყობა ამ მიმართულებით. მე მინდა ვისარგებლო შემთხვევით მადლობა გადაუხადო აჭარის განათლების მინისტრს, რომ ჯერ უნდა შესრულდა დავალება, რომელიც ეხებოდა გაორმაგებას, როგორც დაფინანსების, ასევე ბენეფიციარი სტუდენტების რაოდენობას ამ პროგრამიდან და შეიძლება უკვე ითქვას, რომ ეს შესრულებულია, ეხლა რა თქმა უნდა ჯერი არის თქვენზე და თქვენს თანატოლებზე, რომ მაქსიმალურად დიდი იყოს აქტივობა, ჩართულობა ამ პროგრამებში. სტუდენტთა მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში სხვა პროექტებთან ერთად მნიშვნელოვანი არის ის პროექტი, რომელიც ხორციელდება ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ევროპის სხვადასხვა წამყვან დაწესებულებებს შორის. ამ მიმართულებით უკვე არაერთი სტუდენტი არის ამ პროგრამის მომხმარებელი და დღეს ამ ფორმატის შეხვედრაში გქონდა შეხვედრა იმ სტუდენტებთან, რომლებიც მიემგზავრებიან გერმანიაში სხვადასხვა ტურიზმის სექტორის დაწესებულებებში, სადაც ისინი გავიგებიან შესაბამის სასწავლო პრაქტიკას და კვალიფიციური სპეციალისტების სახით უკვე დაუბრუნდებიან რეგიონს. მნიშვნელოვანი არის ის პროგრამა, რომელიც ასევე დღეს პირველად იწყება ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში. ეს არის ბაკალავრების გაცვლითი პროგრამა, როდესაც აჭარის მთავრობის დაფინანსებით სტუდენტები ერთი სემესტრის განმავლობაში მიიღებენ აკადემიურ განათლებას უნივერსიტეტის პარტნიორ ორგანიზაციებში, სხვადასხვა ევროპის წამყვან უნივერსიტეტებში და შემდგომში მოხდება მათ მიერ მიღებული განათლების აღიარება და სწავლის გაგრძელება. ამ პროექტის მხარდაჭერილი არიან შვერინის ბალტიკის უმაღლესი კოლეჯი, ასევე გერმანიის ტურიზმის საერთაშორისო ინსტიტუტი და სწორედ აი ამ ინსტიტუციებთან თანამშრომლობით უნივერსიტეტმა მოახერხა, რომ წარმატებით განეხორციელებია ეს პროექტი. ძალიან მნიშვნელოვანი არის ის გარემოება, რომ მასშტაბები პროექტის იზრდება. ამ ინსტიტუციებთან მოლაპარაკებით უკვე წელს შემოდგომაში მას უკვე მიემატება აგრარული მიმართულების სტუდენტები, დაახლოებით 10 სტუდენტი ჩაერთვება აი ამ პროექტში. ეხლა ამ პროექტის მნიშვნელობა რა თქმა უნდა ძალიან დიდია, ერთის სწავლების პროცესში, რადგან ჩვენ სტუდენტებს აქვს საშუალება, რომ თეორიული განათლებასთან ერთად მიიღოს პრაქტიკული უნარები და თან ისეთ ძალიან ცნობილ მაღალ ინდუსტრიაში ტურიზმის, როგორც აქვს გერმანიას და მეორეს მხრივ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მათ ისინი მოახერხებენ შეძლებენ, რომ ეს მიღებული გამოცდილება შემდგომ უკვე ჩვენს ინდუსტრიაში დანერგოს.